მოგესალმებით მეგობრებო, ეს ვართ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. შაბათია 3 მაისი, ტარდება დრაგის ჩემპიონატის პირველი ეტაპი. ისე უბრალოდ არ მოვედით, უბრალოდ მოვედით, მაგრამ იმის გამო რომ უბრალოდ არ მოსულიყავით, ჩემს ვის მანქანა გამოვიყვანე. ამასობაში ამ სმარტის წინ ტყუილად ავდგავარ. ამ სმარტზე ჩვენ დავაყენეთ ჩვენი აწყობილი ცეპლენის კომპლექტი 6+7. დავანასტროიკეთ კოლოფი. არ ვიცი რა დრო შედის და როგორ ივლის, დაახლოებით 500-დან 600 ცხენამდეა. ნახოთ უკანა წამყვანებში უწევს გამოსვლა და რა შედეგს აჩვენებს. ეს მანქანა უბრალო სმარტი არ გეგონოთ. არის Volkswagen-ის ზრავით, Volkswagen-ის კოლოფით. 1.8 ტურბოა, Golf 4-ის ზრავი, ESG კოლოფი. იგივენაირად რაც მე წითელ გოლფზე მიყენია. უბრალოდ წინა წამყვანის კოლოფია და ზრავი უკან მოთავსებული. ძალიან საინტერესო პროექტია და მაგასაც ალკე შემოგთავაზებთ დაწვრილებით მიმოხილვას ამ მანქანის გავტესტავთ, გავზუმავთ დროებს, დრაგი რას გვიჩვენებს და მე მგონი საინტერესო ვიდეო გამოგვივა კონკრეტულად ამ მანქანაზე. რაც შეეხება ჩემი ძმის მანქანას, ეს არის M340 58 წერია MHD Stage 2 და XHP წერია კოლოფში. პირტის მაპი არ უწერია. აზგარავარი ტოქში რა დადის რა მანქანა ტოქში და საკმაოდ სვეჟი მანქანაა, ქარხნის აღებაზეა, მაგარი დისკები დავაკანეთ. ვისაც დაინტერესებს სალკე მიმოხილვა ამ მანქანის, აი ესე დააპლუსა და მაგასაც გადავიღო. შეგვიძლია შევადაროთ პრინციპში რამდენი 1.500 ცხენი ხო ექნება დაახლოებით და აგერ სმარტი და შევაჯიბროთ ბლოკში რას იზავენ ეს და ეს. იმის მიუხედავად რომ სმარტი 900 კილოა და ეს ორჯერ მეტი ალბათ, ხო? მაგრამ კარგი მანქანა მომწონს, რბილად დადის და კოლოფიც კარგად რთავს. და რაც ყველაზე საინტერესოა ამ B58-ებზე, მაგალითად N54 ხო ყავდა ჩემს მას 92 რა. იმაზე გაზის პედალი იყო ეგეთივე დებილი როგორც ჩემ გოლფზე რა. ანუ დააფარებ რაღაც მომენტში ისპულება და მიდის. ამას მაგის შეგრძნობა არა აქვს. ანუ დადიხარ ფეხში მოყვება მანქანა რა. ძალიან ტექნოლოგიურად განვითარებულია მაგმხე. ოპტიმიზირებულია ქალაქში სასიარლოდ ასე ვიქი რა. აი გაძურები მოძრები საკაიფოდ და ისე რომ არ დაიღლებთ. ეხლა დავტელეპორტით რუსთავიდან ჩვენთან ბოქსში. რა ხდება ახლა ჩვენთან? ეს არის GT86 Volkswagen-ის ზრავით, BMW Volkswagen-ის ზრავით უკვე გაქვთ ნანახი. Volkswagen-ების Volkswagen-ის ზრავით არის რა, იდოში. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერი Volkswagen-ის ზრავით არის. შემოგთავაზებთ რა თქმა უნდა ვიდეოს ამაზეც, რაზეც ვისაუბრეთ წინა ვიდეოში. ერთი-ორი სიტყვა ამაზე შემიძლია ვთქვა ის, რომ ეს არის GT86, არა Subaru, არა Toyota, არამედ Scion თუ Scion რაღაცა ეგეთია ერთი სიტყვით. იქნება უკვე შემდეგ ვიდეოში. რა თქმა უნდა, შემდეგ ვიდეოში იქნება ეს ყველაფერი. ჯობია რომ ეს ახლა ეს ზამასკეში დაგტოვოთ და შემდეგ ვიდეოზე უკვე გამოიწერთ ახს და დაელოდებით როდის გამოვა ის ახალი ვიდეო. BMW-ზე რა ხდება ახალი და ელექტროობას ფაქტიურად ჩები, არ ვიცი გამოჩნდება თუ არა. ავაწყე დაფა, რომელზეც მოთავსებულია ზრავის კომპიუტერი, მომთავარი გადამონაწილებელი მცველების და რელეების ბლოკი თავისი მცველებით ასევე. ეხლა მე მაკლია მთავარი დაფა საიდანაც და მანქანაც დავქუქავდა ignition-ის ჩავრთავ და ეგეც გამოწერილი მაქვს, მასის გამთიშიც გამოწერილი მაქვს. ხო და ამაზე გადმოვიდა ეხლა ის ტურბო, რომელზეც საუბრობდი წინა ვიდეოში, MTT-ზე რო აყენეს, ხუთაშორის იქ არის, შეგიძლია აი ესე ანახო რო დგას. ესე თუ ჩანს MTT-ზე მოვარგე უკვე შედარებით პატარა ტურბო და ის ტურბო დავაყენე აქ. ზუსტად ის ტურბო, რომელიც წნევაზე არ გადის, მაგრამ ამასობაში არ ვიცი რის ხარჯზე TT დადიოდა, იმიტომ რომ 12 წამში არა 100 ტურბოს გარეშე 03 ბარი ქონდა 04 7000-ზე ეგრე 05. გაქვს ხო მე მგონი ვიდეოში ჩასვი იმაში, ხო რა ესე რა შევა. ხო და ეს ტურბო დარჩება აი ამ მანქანაზე და ივლის და იქნება საინტერესო რო დავქოქავთ და გავპოლავთ. მე მგონი საკმარისად ვილაპარაკეთ არსებულ პროექტებზე, მომდევნო პროექტები მომდევნო ვიდეოში. კიდევ ბევრი პროექტი გყავს რა საკვირველია. რაც შეეხება დრაგსი ხო იცი ის Guardians of Galaxy. დრაგს ქონდა როგორც კარგი მხარე, ასევე ცუდი მხარე, ასევე ძალიან ცუდი და აი ესე დავიწყებ შუიდან და აი ესე შევალა რა კბილანასა. ბევრი მეკითხებოდა რატო არ გამოვიყვანე ჩემი მანქანა. მიზეზი ბანალურია, უბრალოდ ვერ მოვასწარი აწყობა. ვერ მოვასწარი იმის გამო, რომ ნაწილები ზოგი გზაშია, ზოგი აქ არის და ამასობაში დროც არ მქონდა. ფიქრობ, რომ შემდეგი დრაგისთვის უნდა მზადყოფრანში ვიყო. რომელიმე დრაგზე უეჭველი გამოვა. რა თქმა უნდა, სრულ ძალებზე ვერ ვიქნები. გეცოდინებათ, რომ დუბაი აღარ არსებობს. ნაწილები ვეღარ ჩამოგვაქვს. მჭირდება და 500 კოლოფი, რომელიც არ მაქვს და ვერ ვაყენებ.
შესაბამისად მიწევს DQ 250-ით გამოყვანა მანქანის, რაზეც ვიქნები შეზღუდული ძალებზე, იმიტომ რომ ძრავის სრული პოტენციალი გამოვიყენო. უბრალოდ კოლოფი აი ესე ადგება, აი ესე იზავს და წავა ესე. აზრია რა აქვს რა. არ ვიცით, სეზონზე გამოვჩდები და საინტერესო იქნება ამ კოლოფზე რას იზავს. თუ ცხრიანები დაწერა, ვაფშე საიმაგარი იქნება, იმიტომ რომ ცხრიანები ამ კოლოფზე საკმაოდ რთული დასაწერია, რო არ გატეხო ეს კოლოფი. კვალიფიკაციის დროები ჩემი ძმის იყო 12-4, ჩვეულებრივი დაბერილი საბურავები ცილიკების გარეშე, ვაპირებდი დაბალ 12-ის დაწერას, თუმცა ვერ დავწერეთ, ვინაიდან ვერ მოხვდით ტოპ 16-ში. წეგან გემახსოვრება 12-იანების კლასი შედგებოდა 12-0-0 და 12-1-ით. ნუ ბუნებრივია რომ ვერ მოხვდა ტოპ 16-ში და გავარდა საერთოდ დრაგიდან. 12 და 4-ში იარა კი. იარ გამოიგო კვალიფიკაცია 13-0-0-3 დაწერა. შემდგომ გავაუმჯობესეთ 12 და რაღაცაში დადიოდა და ისევ დავაბრუნეთ 13-ში, რო ისევ 13-ში ევლო. თუმცა შემდგომ დღეს საბურავების პრობლემის გამო იბუქსავა ზომაზე მეტი და ვერ იარა. მადლობა ორგანიზატორებს, რომ არ შემიშვით, რომ საბურავი დამერა. გადავალ ნახავს სმარტი დაჭრა. რაღაც სიჩქარე ვერ გადადა. რაც შეეხება სმარტმა გაიარა კვალიფიკაცია, დადგინდა ორი პრობლემა. პირველი პრობლემა იყო ის, რომ ხანდახან ბუსტი არ ქონდა და უწევდა დაბალ ბუსტზე სიარული, ანუ დალანჩავდა და ბუსტი არ ქონდა უბრალოდ და მთელი გზა ბუსტის გარეშე დადიოდა. იო, რატო არ გადართ? ბუქსავდი ვითო? ეხლა გადართო იარე? სპორტშია უეჭველი? ანუ არ შექონდა? აბა სპორტით იარე. თვითონ გადართოს რა. მეორე პრობლემა იყო, როცა იბუსტებოდა და ბუქსაობას იწყებდა, კოლოფი არ თავდა. ეგ ორი პრობლემა ჰქონდა და ამასობაში უკვე აზრიც არ ქონდა მაგ პრობლემის მოგვარების და ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჯობია გავმართოთ და შემდეგ დრაგზე უკვე ვიასპარეზოთ. გაგოსავალდებით გამოიტანოს და ბარემ ერთად შევალთ. აი, ეხლა მე გეშენია ბებია ჩემის ჩვენის მოსული. რაც შეეხება კოლტს, ვერ ვსგონია რომ წააგო ტესლასთან სინამდვილეში. მაგ დღეს კოლტმა დამყარა საქართველოს რეკორდი 3 ცილინდრიან ძრავებში და 2.5 ცილინდრიან ძრავებში. რატო? ყველა საინტერესებს რა ხდება, რატო კოლტი 3 ცილინდრიანი და 2.5 ცილინდრიანი? პირველ დღეს, კვალიფიკაციის დღეს, კოლტზე ტესტავდით ლანჩს და დალანჩვის დროს აგდებდა ეგრეთ წოდებულ ტალკატელებს. კოლტს უყენია სოლიდური ტალკატელები, გიდრავლიკური არ უყენია. დატვირთვის დროს თუ მაღალი წნევის დროს, მაღალი ბრუნის დროს უბრალოდ რა დროს ვერ ხვდებით, მაგებს, მაგ ტალკატელს აგდებს, კლაპანი პორშინი ეწევა კლაპანს, კლაპნები იღუნება და რატატატატატა ესე მუშაობს. თუმცა იმ დონემდე ხისტის ამბარები უყენია, ტალკატელებს როცა ვსვავთ ადგილზე და ვქოქავთ, რო გახურდება ძრავი ცოტა ხანში, იმ დონემდე ხისტის ამბარები კლაპანს ასწორებს და ისევ იწყებს ნორმალურად მუშაობას. მაგარი სახალისო მომენტია და მოკლედ ეგ რომ მოვიდა, მანქანა წავიყვანთ სერვისში. გადავწიეთ ფაზები,
გავტესტეთ, დავქოქეთ, ვამუშავეთ, ნორმალური იყო და შემდეგ დღეს ისევ მოვედით დრაგისთვის და გვინდოდა. გამოსულიყავით, რაღაცა დრო დაგვეწერა, დროის გამოჯობესება გვინდოდა. პირველი ორიგინალი გამოსცა. ჯეიტო. არა, ვერ გამოდგავს. არაფერი მსგავსი? უცოდი. ეს თუ გამოგვადგა და რეკორდის დრო დაწერა შენც ხო? მე დაუბრუნდო. ამაზე უკეთესი ვერაფერი. ზევია რა ხუჩები და ცები ხოდა. ნატურული სიტუაცია. მასობაში აღნიშნავ კიდე ერთ ხარვეს დრაგის, რომელიც იყო კვალიფიკაციის დღეს ერთ-ერთ მანქანას დაექცა ზეთი, ზემოდან ორგანიზატორებმა მოაყარეს ქვიშა, შემდეგ დღეს ვინც დგებოდა მარცხენა მხარეს, ყველა ბუქსაობდა და ჰქონდათ დრიფტ შოუ. გიორგას ჩათვლით რა თქმა უნდა. მაგი შენიშნეს მონაწილეებმაც, რავი, რა გითხრათ, ბევრი ისეთი მომენტი იყო, რაც არ მესიამოვნა და იმედია შემდგომ გამოასწორებენ და არ მოგვიწევს მაგაზე ცალკე კიდე საუბარი და შენიშვნა. ხო, რავი, აი მაგ ქვიშის დაყრას მართლა აიღოთ ხსნარი და გაერეცხათ რა, ხუაზე ხარ, რავი, რა უნდა მაგის გარესყოს. ან აიღე და რა ვიცი, ცეცხლი წაუკიდე და ასფალტი გასხელდება რა. ხო, ისეთი მომენტია რა, რა ვიცი, რა გითხრათ. შეეძლოთ არ გააკეთეს. -1. მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ რახან დაყოფილი იყო კლასებად, ანუ დროების კლასებად იყო დაყოფილი და არა წინაუყანა წამყვანი, ნუ ბაზარი არ არის, მაგის შინაარსი და აზრი გვესმის, რატომაც იყო ეგ გაკეთებული, რომ მონაწილეობა მიიღო ყველას, ანუ რა დააშავა იმ წინაწამყვანს, რომელიც უკანა წამყვანზე ჩქარია, ან იმ კვადროზე ჩქარია, რომელიც ამ წინაწამყვანზე ნელია, თუ დაეჯიბრება და მოუგებს, ხო? მოსული პონტია, მაგრამ სიტუაცია რაშია? გაგვიკეთეს ესეთი რაღაცა. შენ კვალიფიკაციას თუ დადიხარ 12 წამებში, რობითად, ის 12.5 იქნება 12.7 თუ 12.00, შენ 12 წამიანი კლასიდან უკან გადმოსვლა არ შეგიძლია. ან თუ შეგიძლია 0.1 წამით შეგიძლია გამოჯობესო შენი დრო. 0.1 წამი, მეგობრებო, როგორ აგიხსნათ? ისეთი სხვაობა 0.1 წამი, რომ თვალით ვერ დაინახავ მაგ 0.1 წამს. მოთაშორის ალექს გაქვს გადაღებული ის კორვეტის მომენტი, გაქვს ხო? ეგ შევნიშნე დრაგის დროს მე რა. მანქანებმა ჩაიარეს, აი როგორ აგიხსნათ, აი კრილოს ნახევარი ქონდა წინ მანქანას რა და ძალიან დამაინტერესა, მეთქი ალექს, ახლა შევალ მეთქი დროის ვნახავ მეთქი და შევედი. დროები ვნახე და სხვაობა ქონდათ 0.4 წამი. ან 0.4 წამი თუ კრილოს ნახევარია, მეგობრებო. წარმოიდგინეთ 0.1 წამი არის აი როვნი რა. როვნად უნდა ჩაიარო. ანუ შენ იმის უფლება არ აგაქვს, რომ გაუმჯობესო შენი 12.00-იანი დრო. უნდა ზუსტად 12.00-ში იარო, ან უარეს დროში. და იმისთვის, რომ ტიპებს არ გაევლოთ 12-ზე ქვემოთ, იმიტომ რომ 12.00-ს დადიოდა მხოლოდ ის მანქანები, რომელსაც ჰქონდა რეალურად უფრო უკეთესი დრო სინამდვილეში. 11.7, 11.5, 11.8, მნიშვნელობა არ აქვს. 11.9 ზემოთ ვინც დადიოდა, ყველა აბსოლუტურად ფინიშამდე უშვებდა გაზს. ზუსტად მაგიტო ვიდექი ფინიშთან და მაინტერესებდა აბსოლუტურად ყველა Porsche ასე ვიტყვი, BMW-ბიც იყო, ერთი Audi-ც იყო, გასუშვებდა ხოლმე. და მუღამი რაშია, ანუ თუ
დრაგის წესების მიხედვით, თუ ჩვენ უფლება არ გვაქვს გაზის აშვების ფინიშთან, მაშინ აიძულებ ადამიანს რომ გაზი აუშვას ფინიშთან, ხო? ანუ ფაქტიურად შენ აიძულებ იმას ეშინია რომ პირობითად მანქანას თუ გავუსწრო, ეშინია რომ უკეთესი დრო არ დაწეროს და გაზი უშვებს ფინიშთან. უკვე ამოხურჯებს ფინიშამდე, ხო? ანუ გამოვიდა დრაგი კი არა, გამოვიდა რა გამოვიდა ალექს მითხარი. სალობიე მცხეთის მშვენიერი კაბაბი იყო. გაუმჯობესების საშუალება ადამიანს არ მისცემს. ამასობაში გამოვიდა ძალიან ის მანქანები, რომელიც დადიოდა რასაც გეუბნებით 11 ნახევარში 11-ში და IRS კვალიფიკაციაზე 12.00 თუ 12.1 12 წამიანი კლასი შედგა 12.0 და 12.1-იანი მანქანებისგან. ანუ 16 მანქანა იყო 12.0 12.1. ანუ 12-დან 12 და 9-მდე მანქანები რომ უნდა ყოფილიყო ერთი კლასი, უბრალოდ ის მანქანები რომელიც იარა 12 და 2 და ზევით გავარდა. Top 16-ში ვერ მოხდნენ და გავარდნენ და უბრალოდ ესე ჰაერში დარჩნენ. ეგ რა თქმა უნდა, ორგანიზატორების ბრალიც არ არის, აი როგორც თქვა, უბრალოდ არ არის გათვალისწინებული ეგ მომენტი. ან უნდა გავაკეთოთ ისე, რომ 16 ადამიანზე, 16 მანქანაზე მეტი არ დარეგისტრირდეს ერთ კლასში. მაგრამ ამასობაში როგორ მოხდება ეს მაგ ყველაფრის თუ პირობითად 12 კლასში ვერ ჩაჯდა ისტორია 16 მანქანა? ძალიან სტრანია. მე მგონი ძველი დრაგი ჯობდა. ეგ ერთი, კაი, მაგას სავიშევიშოთ. აზრი არ აქვს მაგაზე საუბარს, მაგრამ ფაქტია, რომ მინიმალური ზღვარი რაც არის 0.1 წამი, უნდა გაზარდონ. აი, როგორც მინიმუმ 0.5 წამი. ეხლა წამი ბაზარი არ არის, ეხლა დებილობაა, მაგრამ პირობითად უკანა წამყვანი მანქანა თმა ადგილიდან თუ იბუქსება, შანსი არის 0.5 წამს თავისუფლად დაწერს ხვაობას. წინა წამყვანსაც იგივენაირად. კვადრო ბაზარია შედარებით სტაბილურია, თუ არ დააგვიანა, ივლის იგივენაირად. შემდეგი რა არ მომეწონა დრაგის დროს მეგობრებო. რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრი კი არა და კი არ ვაკრიტიკებ ორგანიზატორებს. უბრალოდ რაც ხდებოდა, იმაზე მინდა გავანხილო ყურადღება. შეიძლება გაითვალისწინონ და რაღაცა შეცვალონ შემდგომ დრაგში. ვიყავი ტექნიკური მანქანა. ტექნიკური მანქანა ვიყავი რამდენიმე მანქანის. ბიჭებმა უბრალოდ ავიღეთ, ფული დავდეთ, ფული დავდე მე, არავინ არ დადო. მეთქი გარჩე, მეთქი ვირბენ, ახლა ვერ გამოვდივარ მეთქი. ის იყო ჩემი ძმა, ჩემი ძმაკაცი გიო, გარო კოლტი, ყვითელი, სამ მანქანის ტექნიკური ვიყავი. და ამასობაში სხვებსაც დავეხმარე, როგორც ტექნიკური, მნიშვნელობა არ აქვს. ერთ სიტყვით, მანქანაში მქონდა ნასოსი, დისკი, სპირტი, კლუჩები, ინსტრუმენტები, სკამები, პიცა, რა ვიცი, ყველაფერი ძმაო, მანქანაში და ალექსაც მეჯდა გველზე. მოხდა ესეთი რაღაცა. მირეკავს გიო, საბურავი დამეშვაო, უცებ ამომიტანე ნასოსიო რა. შევედი პიდმაზე. პიტსტოპი არ არის ხო? რა პრინციპში ბოქსებიდან რო გამოდიხარ რა. დავდექი ეგ დგანან ბიჭები, მეთქი ტექნიკური მან მეთქი გადაეცი რომ შემიშვან მეთქი რა. რაც იქ გადასცა, მაიცა ჯერ არაო. კაი, ჯერ არა. გიოს ურეკავ მეთქი რა ხდება? აი ეხლა მოკრუგავო და მოვალო რა. მეთქი კაი, ალბათ 1-5 წუთი რა. გიოს ურეკავ რა შვები, ჯერ ჩემი ჯერი არ მოსულაო რა. კაი მეთქი. მივედი კიდევ ერთხელ. მეთქი რა ხდება? აუ ჯერ არაო, ბიჭო, მეთქი ჯერ არა რა კაცი მელოდება მეთქი რაღაც სჭირდება მეთქი. კიდევ ერთხელ გადასცა. იმან არა ტექნიკური არ შემოუშვაო. მოკლედ ასე გეტყვით, იქამდე არ შემიშვა. სადამდეც გიო არ წააგო. დაშვებული საბურავით მოუწია სიარული. და რატო უნდა ხდებოდეს ეგრე? თუ ტექნიკურია, უნდა ტექნიკური იყოს. ხო, ამასობაში გიო დაჟე მივიდა იქ. საბურავი მაგ დაშვებულიო. და შეუშვით, რომ დავბეროო და საბურავი მანამდე უნდა დაგებერა. გეგონება, მაგას გიო გაიგებდა, რომ საბურავი დასაბერი აქვს. მე სხვა რა კი ისეთი დაჩიკი რომ ნახო რამდენზეა დაბერილი და რომ გაიარა, მე გაიგო რომ საბურავი მასზე ნაკლებია დაბერილი, ვიდრე სჭირდება. იმიტომ რომ მაგ ჩვენ ხო საბურავები გაბასწორეთ მზიან ამინში. როცა მოწვიმა, საბურავი გაგრილდა, შეგინთ ჰაერი შეიკუმშა და დასაბერი გახდა საბურავი, მაგრამ რა გინდა? შენ მხოლოდ ფული უნდა გადაიხადო. ეხლა უკვე ვატრაკებ, მაგრამ გავატრაკებ, ფული უნდა გადაიხადო, გამოხვიდე და ყველას კიდია შენ როგორიული და რასიული. შენ არაფრის უფლება არ გაქვს იქ. თუმცა ტექნიკური მანქანის ფულს რო იხდი, ის მანქანა უნდა შეასრულოს ტექნიკური საქმე. და შენ თუ არ ასრულებუნებ, რა ვიცი, შემოძმა არ ხარ სწორი რა, ბოდიში. ტექნიკური დაჟე საუბარი იმაზე იყო, არ ვიცი ეგ სიმართლეა რა, ტექნიკურ მანქანებს ავკრძალავთო რა. არ ვიცი ეგ სიმართლეა თუ არა, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ეგ სისულელია, როგორ უნდა აკრძალო ტექნიკური მანქანა. რა ვიცი, დრაგია რა, ეხლა შეიძლება რა დაგჭირდეს, შეიძლება დისკის მოხსნა დანკრატი დაგჭირდეს. საბარგულში უნდა ატაროს ეგ დანკრატი. ეგ ძალიან არ მომეწონა, ეგ მაგარი არეული იყო ეს დრაგი რა, აი პირდაპირ გეტყვით რა. ეხლა იქ დაჟე ამბები მოხდა, კაცო. დამავიწყდა. 12 წამიანების კლასი, გაიმარჯვა ჩვენი ძმაკაცი მიშო.
GTS-ი, ყვითელი GTS-ი რო იყო. Გაიმარჯვა რაღაცა, გავიმარჯვეო რაღაცა, გადააობს რა ეხლა მაგ ბიჭს რა ინტერესებს ეგ, მაგრამ გავიმარჯვეო რა ასტორებსო. მოდიან და ეუბნებიან რომ ხელახლა უნდა ჩავატაროთ 12 წამიანი კლასიო. რა პონჩიო? რა ვიცი, კაროჩე იქ რაღაცა ვერ დათვალეს, ან ვიღაცას კი ვერ დათვალეს, რაღაცა ხიპიში მოვიდა TikTok-ში, როგორც მითხრეს ბიჭებმა რა. რაღაცა ვითომ შეიძლებოდა, მანამდე უთხრეს რომ შეიძლება, მერე დრაგის დროს უთხრეს რომ აღარ შეიძლება და რაღაცა ხიპიში მოხდა და მაგის გამო ხელახლა ჩაატარეს ეგ კლასი. მიშოს კიდე საწვავი ქონდა გათვლილი ზუსტად ისე რომ ერთი დრაგი იაროს რა, ორ დრაგზე არ ქონდა კაც გათვლილი. ეხლა ბოდიში რა GTS-ით დადის კაცი და თრიანი ბაკი არ იყო მაგისთვის, ანუ გასებული არ ქონდა ბაკი, ნახევარი ბაკი ქონდა, მაგრამ დაწვა ეგ ბენზინი და რა ეკნა კაც. გარდა მაგი GTS-ი ეხლა ვისაც ყოლია ეცოდინება. რამდენიმე ზაეთს გააკეთებს, ხელდება და ავარიულში ვარდება და კარგად იყავი ცოტა ხანია დავიძინებო. ასეთი რაღაცა მოხდა. კაც წაართვეს, მოგება. რატო? მაგაზე პასუხს ვერ გამცემენ, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი მინუსია ამ დრაგის. ამდენი ხალხი არასდროს არ ყოფილა. არასდროს არ ყოფილა და მაგან განაპირობა ამდენი ხალხი ის რომ დროებად გაკეთეს კატეგორიები რა, კლასები. შესაბამისად მოვიდა ბევრი მანქანა, რომელიც დადის საშუალო 12-შიც, მაღალ 12-შიც, დაბალ 12-შიც და ვინც დადიოდა მაღალ 11-ში, ყველა ნელა იარა და იარეს ზუსტად 12-ში და 12-ების ტოპ 6-ი რო ნახო, ყველა 12-0, 12-1, 12-0, 12-1 და ვის 12 და 2-ში იარა, ყველა გააგდეს. აღემებულია ხალხი იქით აყენია მანქანები. მოკლედ როგორც ყოველთვის რაღაცა არ მიდის ისე როგორც ჩვენ გვინდა და როგორც ხდება და ამასობაში კოლზე ერთი ნასოსი გვებრიდება თითქოს შევატყეთ და 35 მეტრების ნასოსებია. და ვერ ვიშოვეთ ნასოსი და მოგვიწია გიოს მანქანაზე ნასოსის მოხსნა. ჩვენი ოსტატი, ჩემი ძმა გაგო მაგის სპეცია, იმიტომ რომ მილიონჯერ აქ მოხსნა დაკანებული თავის მანქანაზე და ეჩაილჩება ერთ სიტყვით რა. ნახოთ რა შვება. გაგო. ხო არ იქბინება. გაიწავედი პიცა მოვიდა გამოვა. პირველ რიგში დაგხვდა ისევ რო არ ელოდები ისეთი პრობლემა. 3-4 ნასოსი უყენია მაგ კოლს და ერთ-ერთი ნასოსი საწვავის ტუმბოზეა საუბარი. რო გაცხელდებოდა, იჭედებოდა და მაგის გამო რეიკაში წნევა ვარდებოდა და ნასოსი რო სანამ მუშაობს კიდე კაი, მაგრამ რო ჩერდება მაგ დროს ატარებს საწვავს და ჩათვალე წნევა რეიკაში რაც იყო, თლიდა მაგ ნასოსის არხით. მაგ მანქანას უყენია F15-ის ნასოსები, 3 და 5-ების. ეგ რაც ბაკში უყენია და ცალკე კიდე ერთი ნასოსი, ერთი კი არა, ორი უყენია კიდე 450 litrიანები და ეგანიც კიდე, რა ვიცი, ჯამში ალბათ 1500 litrიანი მარაგი აქვს. გამოვედით ეგ მაგ ნასოსების ამბავიც ისე თუ ასე მოვაგვარეთ, უბრალოდ არ მომავარეთ, ამოვიღეთ ნასოსი, მიუკაკუნეთ, ჩავსვით. გამოვედით და ველოდებოდით, რომ პირველივე გარბენი უნდა ქონოდა ბუბუს მანქანასთან, ვინაიდან ჩვენ კვალიფიკაცია არ გვივლია და კვალიფიკაციის არ მქონე მანქანა უნდა მოეწია ყველაზე ძლიერ მანქანასთან წესი და რიგით. ამასობაში არ ვიცი რატო მოხდა ეგრე, ვერ ვიტყვი და უკვე ისე გამოდის ძალიან ვანამიოკებ, მაგრამ ეგრეა და არ ვიცი რატო მოხდა, უბრალოდ ჩვეულებრივად იასპარეზა სხვა მანქანებთან, რომ უნდა ასულიყო ბუბუმდე.
ძალის წინააღმდეგ შესანიშნავი სტარტი. კი, მოხდა ის ასე. ამასობაში პირველი ზაეზდი იარა 9-3-ში დაიწყო პატარა პერებოი დავიკიდეთ. მეორე ზაეზდი იარა 9-6-ში. კიდე უფრო მაღალი პერებოი დაიწყო. გავჩერდით და სანთლები შევცვალეთ, გადაბამოწვად, მივამოწვეთ, მაგრამ აზრი არ ქონდა, რაკაკაკაკაკა ესე მუშაობდა, რა ვქნათო, მეთქე კაი რას იქნება, იქნება, გაატარა. პატარა პერებოი აიღო მანქანამ და ეხლა უნდა გავარკვიოთ რის ბრალია. იმედია სვეჩი ჩაწვა და არაფერი სერიოზული. ინსტრუმენტები. რა წარმოდგენა აქვს ხალხს, ხო იცი, ფორსაჟის ფილმებიდან რო არის, რომ მიდის და ნახად უუმატებს რა იმას ბუსს რაღაცა ეგეთი რაღაცა გონია. ცეცხლები რომ მიდის ბუსში, ხო? ხო, და ჩერეს ელექტროობა გატის და ჩემ მანქანა გიждდება. ეგ არის. კომი აზერბაიჯანია, ცი როგორ? ავტოგენ გიურზა. ავტოგენ გიურზა. ეგ რა არის? დრაგონი. ავტოგენ გიურზა. ბაბაია გაიცი როგორ? ეხლა სომხური პასუხი იქნება. ბაბაია გაიცი როგორ არის აზერბაიჯანულად? არა, კაშმარ ხანუმ. კაშმარ ხანუმ. კაშმარ ხანუმ. კაშმარ ხანუმ. კაშმარ ხანუმ. არ დავაკომენტარებ მაგ ამბავს, იმიტომ რომ ხონდა დავაკავშიროთ ეგ სიტყვები რამენაირად, ხო? წარმოშობას რა და ვერ დავაკავშირებ, არ ვარ რა ეგეთი ტიპი. ბაბაიაგა. ბაბაიაგა. მეორე არის ბუქსა, იმიტომ რომ ხელი. ის ვერ არის ჩვენ კლასშია? მაგრამ 12 წამიანია თუ რაღაც. ცოტა ვერ არის. მესამე ზაეზდი ისევ ტესლასთან იარა 9-7-ში და მეოთხე ზაეზდი რა უნდა დაწყებულიყო უკვე ძალიან ხმებს გამოსცემდა ძრავი, თუმცა უკვე რა აზრი ქონდა გამოსულები ვიყავით. ფოლი დაფიქსირდა თავიდანვე. ფოლია. არა, სრული უპირატესობა აქაც. ტრიბუნებზე ვინც იჯდა, ყველა ვისაც ესმის, ყველა გაიგებდა მაგ ხმებს. ანუ მანქანას ეთიშებოდა ცილინდრები. და ფაქტიურად 2.5 ცილინდრით იარა 10-4-ში? 10-7-ში? ხო, 10-7-ში იარა 2.5 ცილინდრით, რაც რეკორდია სოფლიო. 3 ცილინდრიანებში. ხო, 3 ცილინდრიანებში რეკორდია ერთი სიტყვით. მოკლედ, რასაც პრინციპში მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც გავერთეთ, ასე ვთქვათ. გუშინ კოლტზე დაგვეღუნა 2 ცილინდრის კლაპნები. აზა გადავწიეთ უბრალოდ და რო გავედით 9-3-ს წერდა და ვიფიქრეთ, კაი, ვიასპარეზოთ, შეიძლება რაღაცა გაკეთდეს და ამასობაში მესამე გასვლაზე კიდე ერთხელ გაღუნა კლაპნები და უკვე პერებოით გააგრძელა სვლა. და საუკეთესოდ რო გქონდა 9-3, გაღუნული კლაპნებით და 3 ცილინდრით ვიარეთ 10-7-ში. ერთი სიტყვით აი ეგეთი შეპე მოგვივიდა, თუმცა არა უშავს ხდება და შემდეგში ვაპირებთ 9 წამის გატეხვას, ვინც აბსოლუტშია ყველა მაგას გვპირდება. რა თქმა უნდა, მოხდება
სავარაუდოდ შემდეგ დრაგზე. ნუ მოკლედ ტექნიკური წაგება იყო, ასე ვიტყვი. ჯერჯერობით არ ვიცით რა უნდა მოუხერხოთ მაგ პრობლემას. უпроსტად ვიცით, ძალიან ძვირია და არ გვინდა რომ ვიცოდეთ მაგის მოგვარების ხერხები. მაგრამ გვპირდებით კოლტი დაბრუნდება სხვა ჯანებით, რა თქმა უნდა არ მოეშვება პირველობას. რაც შეეხება კოლტს, კოლტი არის 4G63 ძრავით. Evolution-ის ძრავია ჩვეულებრივი. თვითონ კოლტის კუზაო არის ჩვეულებრივი კოლტი, 1.6 კოლტები რო იყო, ხო იცით? ამასობაში გაკვადროებულია, მორგებულია DQ500 კოლოფი, Tiguan-ის Haldex-ი, კარდანი, ყველაფერი უყენია Volkswagen-ის გარდა ძრავის. პროექტი აიწყო დაახლოებით 2004 წელს, თუ არ ვცდები და დღემდე რო არ მოგატყუოთ, სანამ ტატო გამოიყვანდა მანქანას, თავის მანქანას, მაგ კოლზე უკეთეს დროს არავინ არ აჩვენებდა არცად საქართველოში. ერთხელ იყო დაფიქსირებული გელაშვილის მიერ თავისი ევოთი 9 და რაღაცა დრო, არ მახსოვს, თუმცა აღიარებული იყო თვითონ ვინც ზომავდა მაკაცის მიერ, რომ გაზომელი იყო შეცდომით. ამიტომ ეგეც ბათილად შეგვიძლია რომ მივიღოთ ეგ დროები და ტატო რომელ წელს გამოვიდა? დაახლოებით ხო 5 წლამდე რა ალბათ. ხო 5 წელი ალბათ რა. რომ მაქამდე საუკეთესო დრო ქონდა გაროს, შემდეგ ტატოს ქონდა ისევ საუკეთესო დრო და შემდგომ იმ დრაგზეს როცა გაიმარჯვა კოლტმა, მან დააფიქსირა სუფთა 9 წამი, 2 დრაგის შემდეგ, თუ 1 დრაგის შემდეგ ტატომ დააფიქსირა 8.98. მუდმივი ეგ თემა და ეგ ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს ეგეთი ჯანსაღი კონკურენცია, იმიტომ რომ ზუსტად ეგ განაპირობებს იმას, რომ აკეთო მანქანა, ხვდებით? ეხლა ყველას რო ასწრებ და აზრიც არ ააკეთეს, ზიხარ აკეთებ, არაფერს არ უმატებ მანქანას, მაგრამ ამასობაში ძალიან საინტერესოა, ფიქრობ სხვადასხვა გამოსავალი. სხვათა შორის უკეთეს დროში სიარული რო უნდა და გაროს, მაგიტომაც ეხლა უხდება ეს როკერები. იმიტომ რომ შეცვლილია იქ ბევრი რაღაცა მაგ მანქანაში, რაც არ იყო გაკეთებული იმ დროს, როცა დადიოდა სუფთა 9 წამში. ანუ სინამდვილეში მაგ მანქანას ამ სეტაპზე დაბალი რვა შეუძლია, მაგრამ ვერ გამოიმუშავებს იმ ძალას, რაც შეუძლია და ვერ გავმართეთ მანქანა. გაუმართავია ამ ეტაპზე. თუმცა ყველა ვარიანტში გაიმართება. ბუბუსთან საინტერესოა, თუმცა მე შევნიშნავ იმას, რომ ბუბუ დრაგზე ვერ იყენებდა და არ იყენებდა სრულ ძალას. მაგას ვატყობდი და სავარაუდოდ ჩემი აზრით უბრალოდ მეც შემეშინდებოდა, ალბათ ვერ გაჩერდება. ალბათ ვერ გაჩერდება და მჯერა მაგის ხო, რომ შეიძლება პრობლემები ქონდეს გაჩერების მხრივ. დრაგ სტრიპზე მიდის გასაუბრება, შეიძლება თბილისში შედგეს გაიშვას მაგის წარმოება, ასე ვთქვათ. ნახოთ, ჯერ წინასწარ არაფერს ვიტყვი, ველოდებით ახალ ამბებს. აბარაკენ მოვიგე F90-დან დაფოლა და 10.4-ში ვიარე თან. საო. რავი, წვიმაში 10.4 მედი გავარდებიან ახლა აბსოლუტიდან და მოხვდები იქ. რავი, შეიძლება. ეს კლასი თუ წამოვიღე, ან პედასტრალზე თუ დავდექი, რავი. გაშვები მითხარი. არ ვიცი, რავი. რა ვქნა მითხარი და ვიზავს. აი, მოიფიქრე და მითხარი. გავარჩიო ჩემი გამომწერებიდან 2 კაცი და წავიყვანოთ რასაც ვცავთ. აჰა, ბაზარი არ არის. მოკლედ, როგორც ვიძახთი, წინა ვიდეოში და ზოგადად ყოველთვის ვიძახი, გაიმარჯვებს ის, ვინც არ გაფუჭდება. გუშინ გაფუჭდა გაროს მანქანა, მაგრამ დღეს 100%-ით ვეღარ გააგრძელა და წააგო. დაველოდოთ მოვლენებს, ვნახოთ როგორ იქნება, თუ იქნება ეგეთივე სტაბილური ბუბუს მანქანა, როგორც ჩანს ახლა აქამდე. სხვათა შორის ძალიან კარგად არის გაკეთებული და ლამაზად და როგორც საჭიროა ისე აზბურული მანქანა და ჯერა რომ იქნება ბოლომდე წყობში. დაველოდოთ მოვლენებს. რაც შეეხება გამარჯვებულს, გამარჯვებულმა დაიმსახურა გამარჯვება, იმიტომ რომ ნამდვილად სტაბილური იყო და მომეწონა მანქანა ზოგადად როგორ იყო აზბურილი და საერთოშიც პროექტი მომეწონა ძალიან. ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. დაგიბრუნდებით შემდეგ ვიდეოში, ვუტუტუტუ ხმებით.